არგუმენტების დრო ბრუნდება პირდაპირ ეთერში, მაშ ასე როგორ აფასებენ რუსთავის დამფუძნებლები ტელეკომპანიაში ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე განვითარებულ რეზონანსულ მოვლენებს და რა იგულისხმება ხელისუფლების დაინტერესებაში, რომელზეც დავით დუალი და ჯარჯი აქიმიძე საგანგებო წერილში საუბრობენ. წავდება თუ არა კონფლიქტი ერთ მხრივ რუსთავის მენეჯმენტსა და ყარამანიშვილებს შორის და მეორე მხრივ მენეჯმენტსა და ჟურნალისტებს შორის. როგორია დამფუძნებლების დამოკიდებულება დღეს ქიბარ ხალვაშის მიმართ და საით მიდის რეალურად რუსთავი მიმდინარე მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანი დაპირისპირების ფონზე ამის გარკვევას ვეცდებით ჩვენ დღეს არგუმენტების დროს მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი კი ტელეკომპანია რუსთავის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე იქნება. საღამოშიდობისა ბატონო ჯარჯი, დიდი მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის. თქვენმა წერილმა სადაც საუბრობთ ხელისუფლების დაინტერესებაზე, უბრალოდ იმაზე რომ რუსთავის საქმეში ხელისუფლება არის აშკარად დაინტერესებული მხარე, დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და ესეც ალბათ ბუნებრივია. საკმაოდ ვრცელი წერილი იყო და მინდა ამ წერილის ფონზე ზოგადად თქვენი პოზიციის შესახებ გვითხრათ, ჩაგვაყენოთ საქმის კურსში რუსთავის ირგვლივ. უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების დაინტერესებაზე. თქვენ ამბობთ, რომ იკვეთება ხელისუფლება როგორც დაინტერესებული მხარე და ამის არგუმენტად მოგაქვთ ის, რომ თქვენი სარჩელი 5 წელიწადია არ დაკმაყოფილდა და დღემდე ასე ვთქვათ არ გაქვთ მიღებული პასუხი. ცოტა უფრო ვრცლად რომ ვისაუბროთ ამაზე თუ შეიძლება, როგორ ფიქრობთ, რატომ არის რომ თქვენი სარჩელი თქვენ რა მიზეზს ხედავთ, რომ თქვენი სარჩელი აქამდე არ დაკმაყოფილებულა, მაგრამ ქიბარ ხალვაშის მიმართ უკვე განაჩენიც არის გამოტანილი და გასაჩივრებულიც და ასე ვთქვათ რამდენიმე ინსტანცია გაიარა უკვე სასამართლო. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პირველ რიგში გილოცავთ ყველას ევროპასთან მიახლოებულ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. რაც შეეხება თვითონ საკითხს, ცოტა ვრცლად რომ ვისაუბროთ, ხო, ჩვენი საჩივარი დავწერეთ 2012 წელს, მას შემდეგ რაც მოხდა ხელისუფლების ცვლილება და ახალი ხელისუფლება ოცნების სახით მოვიდა სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით. და ჩვენც გადავწყვეტეთ, რომ დროა აღდგეს სამართლიანობა, რადგანაც ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ჩვენ ვიყავით და ჩვენზე გადაწყდა ის პირველი ჯოხი, ასე ვთქვათ. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ერთ-ერთ პირველებს გამოგვეჩინა, ასე ვთქვათ, თავი და მიგვემართა პროკურატურისთვის. ვინაიდან ჩვენი ვადები სასამართლოში ჩივილის გასული იყო ხანაზმულობის გამო, აქედან გამომდინარე ჩვენ წავედით პროკურატურის გზით. ანუ ჩვენ მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ მიმართეთ პროკურატურას, გამოეძიებინათ თუ რა მოხდა 2004 წელს, იყო ქონდა თუ არა დანაშაულის ადგილი ჩვენს მიმართ, იყო თუ არა დანაშაული ჩვენს მიმართ ჩადენილი და შესაბამისად თუ ეს დადგინდებოდა და მაშინ როცა ქიბარ ხალვაშს გადაუფორმდა რუსთავი 2. ამ პერიოდზე ამბობთ თქვენ. ჩვენ ვიძახდით ზოგადად, ესე იგი, ანუ რა მოხდა, როგორ მოხდა, გამოიძიეთ ეს ყველაფერი და დაადგინეთ. დანაშაულს ქონდა თუ არა ადგილი. იქ ქიბარ ხალვაშიც იყო და იქ ყველა იყვნენ. ანუ ყველა ის ადამიანი, რომელიც აი ამ დანაშაულებრივ ჯაჭვში მონაწილეობდა, ხო? იმიტომ რომ ჩვენს მერე რუსთავი 2-მა გამოიცვალა დაახლოებით 20-მდე მფლობელი. ეს კომპანიების, ოფშერების და კერძო პირების სახით. დაახლოებით 20-მდე ადამიანი, ანუ ფაქტიურად ჩვენ ვიყავით იმ ყველაფრის სათავეებთან და ვიძახდით, რომ გამოიძიეთ ეს საქმე, ჩვენს მიმართ მოხდა თუ არა დანაშაული და თუ დანაშაული მომხდარი არის, მაშინ მიეცით რეაგირება და აღადგინეთ სამართლიანობა, ხო? ანუ თუ წაგვართვეს და თუ დადგინდება ის, რომ წაგვართვეს და იძულებას ჰქონდა ადგილი, მაშინ დაგვიბრუნეთ ის, რაც წაგვართვით. მეტი არაფერი. აი ამ ყველაფერს იძიებენ დაახლოებით 5 წელია. ანუ იძიებენ და ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება თუ არ იძიებენ. ანუ რომ ვისაუბროთ დავუშვათ იმაზე, რომ შეგნებულად ჭიანურდება, ან ფერხდება გამოძიება, მაშინ თვითონ პროცესსაც უნდა ვიცნობდეთ. ჩვენ არ გვაქვს საშუალება დეტალებში ვიცნობდეთ ამ პროცესს. ხდება თუ არა რეალურად გამოძიება, ხდებოდა თუ არა, დადიოდი თუ არა დაკითხვებზე, მაგალითად იყო თუ არა დაბარებული სხვა ფიგურანტები, მიმდინარეობდა თუ არა საქმე ისე როგორც ჩვეულებრივ მიმდინარეობს გამოძიების დროს და რატომ გაჩერდა, როგორ გაჩერდა და რა არგუმენტი აქვს ამ წუთში პროკურატურას, რომ დაუშვათ ჯერჯერობით არ არის დასრულებული ეს პროცესი. არგუმენტები არ ვიცი, გამოძიება დაიწყო მყისიერად, ძალიან სწრაფად მიმდინარეობდა, რა თქმა უნდა, მოხდა ფაქტიურად ყველა ფიგურანტის დაკითხვა, რაც ჩვენ ვიცით. ამოღებული იქნა სატელეფონო ჩანაწერები, რა ვიცი, მგონი ყველაფერი მიდიოდა ისე როგორც საჭიროა და
ჩვენ ვიმედოვნებდით, რომ ძალიან სწრაფად დასრულდებოდა საქმე. მაგრამ შემდეგ საქმე შეფერხდა, საქმე იმაში რომ გითხრეს რომ გამოიცვალა ერთი გამომძიებელი, მეორე გამომძიებელს გადაეცა. იმ გამომძიებელს დასჭირდა დრო იმისათვის, რომ საქმის მასალებს გაცნობოდა, მერე კიდე ვიღაც სხვასთან გადავიდა და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში აი ესე გავიდა ეს 5 წელი. ფაქტიურად დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მიდიოდა ეს ყველაფერი საკმაოდ აქტიურად და 1 წლის წინახევრის შემდეგ ფაქტიურად ეს ყველაფერი გაჩერდა და მას შემდეგ რაც უკვე ქიბარხალვაში აქტიურად ჩაერთო. ნუ სადღაც მეტნაკლებად ეს პერიოდები ემთხვევა ერთმანეთს. ახლა ზუსტად დღეების და საათების მიხედვით რთულია საუბარი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ნუ რაღაც დაახლოებით მეტნაკლებად ერთ პერიოდში ხდება ეს ყველაფერი. და აი ამ პერიოდში, სავარაუდოდ ამ პერიოდში მეტნაკლებად 1 თვე, 2 თვე, 3 თვე არ აქვს მაგას მე მგონი პრინციპული მნიშვნელობა. ზუსტად შედის ქიბარხალვაშის სარჩელი უკვე სასამართლოში, ვინაიდან მას არ ქონდა ეს გაცდენა, ანუ ვადაში შეზღუდვა. აქედან გამომდინარე, ქიბარხალვაში იწყებს უკვე თავის პროცესს, უკვე სადაც ის ამბობს, რომ ის დაჩაგრეს, მას რაღაც არ გადაუხადეს კომპენსაცია იმდენი ამდენიც უნდა გადაეხადათ მისთვის ამ შემდეგ. როცა მისგან ყარამანიშვილებზე გადაფორმდა რუსთავი. არა, ყარამანიშვილებამდე იყო ბეჟუაშვილები, იყო ოფშორები, იყო ეს ძალიან ვრცელი ჯაჭვი არის. ეს იყო სპეციალურად ჩვენ გვაპატიეთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან რთულია ყველა იმ ფიგურანტის დამახსოვრება ან ამ ჯაჭვის მიყოლა, რაც იყო რუსთავის მფლობელების საქმეში, მაგრამ ვიცით რომ საბოლოო ჯამში ეს აღმოჩნდა ყარამანიშვილები, ანუ ქიბარხალვაშის შემდეგ შეიძლება ბევრი თუ რამდენიმე აი ამ რგოლის გავლის შემდეგ საბოლოოდ მივიღეთ ყარამანიშვილების სქემას გეტყვით ძალიან მარტივად რა. ეს ყველაფერი იყო მოფიქრებული იყო დანაშაულებრივი სქემა იმისათვის, რომ რაც შეიძლებოდა, როცა დადგებოდა ის მომენტი, როდესაც დამფუძნებლები მოითხოვდნენ და ჩვენ აუცილებლად მოითხოვდით ჩვენი კუთვნილი ტელევიზიის, დაფუძნებული ტელევიზიის დაბრუნებას. ჩვენ რაც შეიძლება მეტად გავჭირვებოდა ეს ყველაფერი და ეს არის მოგონილი სქემა, როგორ შეიძლება ოფშორიდან ოფშორში ერთი ადამიანიდან მეორეზე, მეორედან მესამეზე, მერე ვიღაცა არ მოგეწონება, ვიღაცაზე განაწყენდები, ის შენიანი აღარ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ეს იყო პარტიული ტელევიზია, რომელიც გადადიოდა აი ამ პარტიის სხვადასხვა მუშაკების, ახლობლების, ნათესავების და ასე შემდეგ ფირმების ხელში, მანამ სანამ მიაღწევდა ყარამანაშვილებს და ყარამანაშვილებიც ერთ-ერთი რგოლი არიან რომლებმაც საბოლოო ჯამში აი ხნის განმავლობაში შეინახეს ფაქტიურად ეს ტელევიზია, თორე ეს ტელევიზია არაფერი ნუ იყო ნაციონალური ტელევიზია, ნაციონალური მოძრაობის და ნუ კონკრეტულად მიშა სააკაშვილის. ამასთან დაკავშირებით უდნა მოგვიანებით საგანგებოდ მინდა კითხოთ, მაგრამ მანამდე მინდა ასევე აი ბოლო პერიოდის მოვლენებზე ერთი მომენტი დავაზუსტო. ქიბარხალვაში თავიდან და სულ ბოლო პერიოდამდე აცხადებდა, რომ თქვენ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრინციპში შეთანხმებულია დამფუძნებლებთან, ჯარჯი აქიმიძესთან და დავით დვალთან, თქვენთან და გამარჯვების შემთხვევაში აქ ყველაფერი გადაწყდება კონსენსუსის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში ჩვენ სულ ბოლო პერიოდამდე ეს ინფორმაცია გქონდა და აი ესეთი რიტორიკა დომინირებდა როგორც მათი მხრიდან, ისე გარკვეულწილად თქვენგანაც ყოველ შემთხვევაში მაშინ განსაკუთრებული პროტესტი არ მოგვისმენია. ახლა რა შეიცვალა? ანუ ეს მოლაპარაკება პრინციპში არ არის დღესდღეობით უკვე ძალაში და ჩვენ არ ვიტყვით რომ თქვენი დამოკიდებულება ახლა როგორია ერთმანეთთან გვაინტერესებს. არანაირი ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი დამოკიდებულება პირადად ქიბარხალვაშის მიმართ არის ისეთივე სიმპათიით ვართ განწყობილი მის მიმართ, კონკრეტულად მისი პიროვნების მიმართ, იმიტომ რომ სწორად გამიგეთ რა, ქიბარხალვაში აღმოჩნდა თელ აი ამ საზოგადოებაში ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა, რომ ჩვენი უფლებები არის წართმეული. და რომ ჩვენ გვეკუთვნის ეს ყველაფერი და ის თავს მორალურად ვალდებულად თulis, რომ ეს გაითვალისწინოს და მისი წინადადება იყო ასეთი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ ვდაობდით და ჩვენი საქმე გაჩერებული იყო, ჩვენ ვთქვით, რომ რატომაც არა წავალთ მასთან ამ მოლაპარაკებაზე, ვინაიდან ყოველთვის მოკლე გზა ჯობს იმ გზას, რომელიც შეიძლება არასოდეს არ დასრულდეს, ხო? ამიტომაც ხო არ შეჩერდა ის საქმე დავუშვათ თუ კი გადაერთო მთელი ყურადღება და არა ჩვენი საქმე ჩვენ არ გადაგვირთვია ეს ყველაფერი ხო პროკურატურა არსებობს იმისათვის რომ გამოძიება დაასრულოს და თქვას რომ ან დანაშაულს ჰქონდა ადგილი ან დანაშაულს არ ჰქონდა ადგილი ხო და ეს ყველაფერი რომ უსასრულოდ იწელება არა ეს ბუნებრივია ჩდება ეჭვი რომ რა ხდება რატომ არ შეიძლება რომ თქვა და ბოლო-ბოლო
გააკეთო დასკვნა და დადო ქაღალდი, სადაც ეს ყველაფერი თეთრი ჩავზე წერია. და რა ხდება ამ შემთხვევაში? რატომ არ ხდება ეს ყველაფერი? ეს არის ის კითხვები, სადაც ჩვენ ხედავთ ხელისუფლების ხელს და მეტი არაფერს, რომ ამ 5 წლის განმავლობაში ხო ფაქტიურად არაფერი არ გაკეთდა იმისათვის, რომ ჩვენ მოგცემოდა საშუალება რომ გვემოქმედა. იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ვართ 5 წლის განმავლობაში რაღაც მაყურებლის როლში, რომლებიც ვაკვირდებით გულმოდგინედ და გაფაციცებულები მეორე ადამიანის სასამართლო პროცესს, რომელთანაც იდეაში თეორიულად შეიძლება ჩვენ წარმოგვიშვას დავა. ხო, თუმცა იყოს საუბარი და ასე ვთქვათ, დაპირება მისი მხრიდან, რომ გარკვეულ პროცენტების რაოდენობაზეც კი იყოს საუბარი, რომ თუ გამარჯვების შემთხვევაში თქვენი ინტერესებიც იქნება გათვალისწინებული. ეს ყველაფერი ძალაშია, ხომ? როგორც დავასუსტოთ. ალბათ, მაყურებლისთვის რომ დავასუსტოთ. თუ ის სტრასბურგს მოიგებს, თუ ჩვენი პროკურატურაში საქმე ისევ გაჩერებული იქნება, თუ ისევ იგივე აზრზე იქნება და თუ მას რაღაც გარკვეული პრინციპები არ შეეცვლება და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში ალბათ თქვენი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ძალაშია ეს შეთანხმება. ნუ ახლა მან თქვა და ჩვენ დავთანხმდით იმ შემთხვევაში თუ კი ის მოიგებდა, მაგრამ ეს ყველაფერი უსასრულოდ იჭიმება და შესაბამისად ჩვენ აღარ ვიცით უბრალოდ ამ ყველაფერს ბოლო როდის ექნება. აი ხელისუფლების დაინტერესება. ხო, აი რუსთავი ორი იქნება თუ არა, ეს არის ძალიან საინტერესო. ხელისუფლების დაინტერესებაზე თქვენ როცა საუბრობთ, რამდენიმე ძალიან საინტერესო და საგულისხმო აქცენტია ამ წერილში. ხელისუფლების დაინტერესების ნაწილში აკონკრეტებთ, რომ სამ მოქმედ პირს შორის ხდება ახლა მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, პროცესი, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა და ეს არის მმართველი პარტია. და მათ შორის საერთო არის ის, რომ არც ერთს არ აძლევს ხელს დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2. თუ მათი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, მაშინ რატომ ებრძვიან ერთმანეთს? ასეთი კითხვა ბუნებრივად ჩნდება მაშინ. ეს ბრძოლა არის სასაცილო პროცესი, რომელიც ხორციელდება იმისათვის, რომ ისინი არსებობდნენ და ისინი თან არსებობდნენ. მარტივი არის, ხო, იყო ნაციონალური მოძრაობა, რომლის ხელშიც იყო რუსთავი 2 და იყო ხელისუფლება, რომელსაც არ მოსწონს ეს რუსთავი 2, ისეთი როგორიც იგი არის, ხო? გაიყო ნაციონალური მოძრაობა და შესაბამისად მათ უნდა გაეყოთ ეს რუსთავი 2. ხელისუფლებას, რომელსაც არ მოსწონს რუსთავი 2, ასეთი ბუნებრივია აწყობს, რომ რუსთავი 2 რაც შეიძლება სუსტი იყოს და რაც შეიძლება მეტად დანაწევრებული იყოს, ხო? და ეს ბუნებრივი არის, ეს ხელისუფლების ბუნებაში დევს. იმიტომ რომ როდესაც შენი მოწინააღმდეგე სუსტია, შენთვის ეს მომგებიანია. ყველაფერს თავი გავარემოთ. შესაბამისად მას აწყობს, რომ რუსთავი 2 ასეთად დასუსტებული იყოს, თუნდაც ორ ნაწილად გახლიჩილი. მით უმეტეს, როდესაც ეს ორი ნაწილი უკვე ერთმანეთთან არ დაპირისპირებული და ის პროცესი აქეთკენ რომ ორ ნაწილად გაიხლიჩოს რუსთავი 2. აი მაგ უკვე რომ ბოლო დღეების მოდით ესე ვთქვათ, ნაციონალური მოძრაობა გაიხლიჩა ხო ორ ნაწილად. ეს იმასავით არის, რა ქვია. მე უფრო მეტადაც კი, მაგრამ ორი ძირითადი ნაწილი. ხო. ნუ აზდაკის კავკასიურ ცარცის დრესავით არის, ახლა ჩაყენებული ყავ ჩუაში და ვინ უფრო გადაძალავს აქეთ თუ იქით, ხო? მთელი ეს პროცესი ხო საბოლოო ჯამში ეს არის და ყველა ეს სამწუხარო არის ის, რომ ორივე მხარე ფაქტიურად იმ ხალხს, რომლებიც იქ წლების განმავლობაში მუშაობენ და მართლა ნერვები აქვს დაგლეჯილი ამდენი წლის განმავლობაში ამ უაზრო დაპირისპირებებით და ამ კონფლიქტებით და ასე შემდეგ, ხო? აი ეს ყველაფერი გადადის მათი ნერვების და მათი ამ იმის ყველაფრის იმაზე ზურგზე, ხო? იმიტომ რომ საკმაოდ მძიმეა ახლა მოგეხსენებათ ამდენი ხნის განმავლობაში მუდმივად ასე წერასულ მდგომარეობაში ყოფნა. და მე მინდა უბრალოდ გულგაწყვეტით თქვა, რომ უბრალოდ ამ ხალხს არა დღესაც თავიანთი მიზნებისთვის იყენებენ ეს პოლიტიკური ძალები, ხო? და ისევ ხდება სამწუხაროდ რუსთავი 2-თან და შეიძლება არა მხოლოდ რუსთავი 2-თან დაკავშირებით საქართველოს უახლეს ისტორიაში არ არის ექსკლუზიური შემთხვევა, ძალიან ბევრი ტელევიზია იყო და სამწუხაროდ იგივე მდგომარეობაში. აი ბოლო დღეების მოვლენებმა შექმნა ისეთი შთაბეჭდილება და ალბათ ამ შთაბეჭდილებას აქვს საფუძველი, რომ ძალიანაირია საერთოდ სიტუაცია რუსთავი 2-ში და მის ირგვლივ ჯერ ვნახეთ ყარამანიშვილის შეთავაზება
თანამშრომლებზე წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით, შემდეგ ვნახეთ გვარამიას შემხვედრი წინადადება შეპესეს შექმნასთან დაკავშირებით, შემდეგ მოვისმინეთ ყარამანიშვილის ასე ვთქვათ პროტესტი ასეთი ფორმით წილების გადაფორმებასთან დაკავშირებით და სულ ბოლოს ვნახეთ თანამშრომლების ერთგვარი უკმაყოფილებაც იმ ფორმასთან დაკავშირებით, რაც მიიღო ამ მსჯელობამ შეპესეს დაფუძნებაზე. ანუ ძალიან რთულია უკვე ჩვეულებრივი მაყურებლისთვის, მოქალაქისთვის, რომელსაც აინტერესებს ელემენტარულად რა ხდება ამ ტელეკომპანიაში, გაერკვეს საერთოდ რა ხდება. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს არის თუ არა რაღაც უკვე სერიოზული ისეთი კრიზისის მაჩვენებელი, რომ აი თქვენ წეღან დასვით კითხვა არ ვიციო, მომავალში რუსთავი საერთოდ იქნება თუ არა. ხომ არ მიდის პროცესი აქეთკენ, გახლეჩვისკენ ან დაშლისკენ? ერთი და პირველი და მთავარი რუსთავი აუცილებლად იქნება. და ამაში ეჭვი არავის არ შეეპაროს. მეორე და მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი არასოდეს არ დამთავრდება, სადა წერტილი არ დაესმება ამ პროცესს, სანამ არ მოხდება ერთი მარტივი რაღაც. ის, რაც ყაჩაღობის გზით წაიღო ნაციონალურმა მოძრაობამ, ხო, უნდა დაუბრუნდეს დამფუძნებას. ანუ გამოსავალი არის ძალიან მარტივი რა. ნაყაჩაღარი უნდა დაბრუნდეს. შესაბამისად ყველაფერი დასრულდება, ყველაფერი კარგად იქნება. საქმე არის იმაში, უნდა თუ არა ამ ქვეყანას, ამ ხელისუფლებას, საზოგადოებას და ასე შემდეგ დამოუკიდებელი პრესა. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს ტელევიზია ახლა მიდის განაწილება იმაზე, ვის უნდა დარჩეს ეს ტელევიზია და 100-ია თუ ისი არის არა, იქნება ის პროსამთავრობო თუ რომელიღაც პარტიის თუ რომელიღაც პარტიის ნაწილის ხელში არა, ის აუცილებლად იქნება პარტიული ტელევიზია. და ის აუცილებლად შეასრულებს პარტიულ დაკვეთას. შესაბამისად რა, ეს ყველაფერი თუ ჩვენ გვინდა რომ მივიღოთ დამოუკიდებელი ტელევიზია, წამალი არის მარტივი რა, უნდა აღდგეს სამართლიანობა. ერთი კითხვა მინდა დაგისვათ აუცილებლად, როცა ვლაპარაკობთ რუსთავი 2-ზე და განსაკუთრებით 2012 წლის შემდგომ პერიოდზე, აუცილებლად ყოველთვის ჩნდება ეს კითხვა, იქნება წავიდა თუ არა პროცესები სხვაგვარად, ან რას შეცვლიდა ეროსი კიწმარიშვილის ფაქტორი ის რომ არ დაღუპულიყო, ასე ვთქვათ. ძალიან ხშირად ლაპარაკობენ, რომ შეიძლებოდა სხვანაირად წასულიყო ეს პროცესი. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეროსი კიწმარიშვილი იყო ერთ-ერთი თანადამფუძნებელი თქვენთან და დავით დვალთან ერთად, ამიტომ მისი სახელი ყოველთვის სამოტივტივდება ხოლმე, როცა ამ პროცესზე ვსაუბრობთ, ეს ბუნებრივია. თქვენ როგორ ფიქრობთ, სხვაგვარად იქნებოდა ყველაფერი თუ პრინციპში დიდი არაფერი შეიცვლებოდა? არ ვიცი, ახლა მარჩელობას ნუ დავიწყებთ, მაგრამ მე ვიცი ერთი რაღაც, რომ ამ შემთხვევაში ალბათ ის იდავებდა, ოღონდ იდავებდა ცალკე და არა ერთად. დამოუკიდებლად, აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი გზები კიდე ერთი აქტორი დაემატებოდა, უფრო გართულდებოდა სავარაუდოდ საქმე. დაემატებოდა და ის რაც 2004 წელს მოხდა, ის ბუნებრივად ვერ შეიცვლებოდა და ჩვენ ვერ გავერთიანდებოდით, აქედან გამომდინარე ალბათ მე და დათოდვალი შორის მომხდარი უთანხმოებაც გვახსოვს. ხო, ну შესაბამისად ჩვენ ვიქნებოდით სხვა მხარე და ის კიდევ ერთი სხვა მხარე არა, ჩვენ ვიქნებოდით ხო ალბათ და ის კიდევ იქნებოდა ერთი მხარე. ახლა როგორ და რას გააკეთებდა, ახლა ცოტა 2004 წელზე მინდა ახლა კითხოთ და ამით იწურება ნელ-ნელა ჩვენი დრო და თქვენ ბრძანეთ დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი რუსთავი 2, 2004 წლის შემდეგ განვითარებული პროცესები და ასე შემდეგ. ყოველთვის როცა საუბრობთ რუსთავი 2-ზე, ისმება ასეთი კითხვა, რომ რა იყო 2004 წლამდე, რატომ შეიძლება ძალიან გულუბრყვილო კითხვას გისვამთ ახლა, მაგრამ მე მინდა რომ ეს კითხვა დაგისვათ, რომ არსებობს ასეთი კითხვა, ხშირად შემხვედია, იგივე სოციალურ ქსელებში იქნება თუ ბეჭდურ მედიაში თუ ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან მომისმენია. რატომ ჭირდებოდა 2004 წელს აუცილებლად ხელისუფლებას რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდება, როცა ჩვენ ვიცით რომ 2004 წლამდე პრინციპში რუსთავი 2 ვერ მოვიაზრებთ როგორც ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო ტელევიზიას. შესაძლოა ის არ იყო ისეთი როგორც მერე დაუშვათ, მაგრამ გახსოვს ვარდების რევოლუცია, როცა რუსთავი 2 პოზიციონერებდა როგორც მაგათად გამარჯვებული ხალხის ტელევიზია. მანამდეც ის მაინც უფრო ოპოზიციური იყო ვიდრე პროსამთავრობო შევარდნაძის დროს. ანუ რუსთავი არ იყო პრინციპში რევოლუციური ხელისუფლების მტერი. რატომ დაჭირდა, აი მე მინდა თქვენ კითხოთ პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას რუსთავი 2-ის უშუალოდ ხელში ჩაგდება და თუ ჯიბეში ჩადება. საქმე იმაშია, რომ
2004 წელს ჩვენ ვარდების რევოლუციაში ჩვენი მონაწილეობის შედეგად ეს იყო აბსოლუტურად ისეთი ჩვენი მხრიდან უანგარო, ასე ვთქვათ, საქციელი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თქვენ მიგაშნათ ეს თქვენს მოქალაქეობრივ სწორ პოზიციად, ის პოზიცია. სწორ პოზიცია და ამავე დროს მინდა ვთქვა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩვენ არ ჩაგვაყენა კარგ მდგომარეობაში, ან ჩვენგან შექმნა მტრის ხატი და შესაბამისად ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ თავდაცვით პოზიციაში ყოფილიყავით საბოლოო ჯამში. ანუ თქვენი ინტერესები უბრალოდ დაემთხვა გამოიწვია, რომ ჩვენ დავდექით აი ამ ოპოზიციური ფლანგის მხარეს გამოკვეთილად და ამ ყველაფერმა საბოლოო ჯამში გამოიწვია ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ეს იყო ესეც რომ ორსტაურმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ პროცესში. ზუსტად აი ამაშია საქმე რომ რუსავი ორმა რომ დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფერში აი იქ აღმოჩნდა ზუსტად ზაღლისთავი დამარხული რომ ნაციონალურმა მოძრაობამ დაინახა რა ძალა ჰქონდა ტელევიზიას მათ პირდაპირ გამოგვიცხადეს ჩვენ გვჭირდება ეს ტელევიზია ჩვენ გვჭირდება ეს ტელევიზია ორი ვადით იმისათვის რომ შევასრულოთ ის ამოცანები რომლებიც ჩვენ დასახული გვაქვს ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ამიტომ ჩვენ დაგვართოს გასაგებია ანუ მათ ჭირდებოდათ ასე ვთქვათ სრული კონტროლი არა მხოლოდ კეთილგანწყობა მათ არ ჭირდებოდათ კეთილგანწყობა მათ ჭირდებოდათ სრული კონტროლი და ეს სრული კონტროლი იყო ჩემი და დვალის 60% და ასე პირდაპირ მოითხოვა ხელისუფლებამ ეს პროცესი. სიტყვით როგორც მე თქვენ ახლა გელაპარაკებით, აი ესე პირდაპირ გამოგვიცხადეს რომ ჩვენ გჭირდება თქვენი 60%, ანუ საკონტროლო პაკეტი იმისათვის რომ ტელევიზია იყოს ჩვენი არასდროს არ გავიდეს კონტროლიდან. ასე გამოურიცხოთ ალბათობაც კი კონტროლიდან გასვლა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ მათ ჰქონდა თავიანთი ამოცანები, თავიანთი მიზნები და მათ და არ იყვნენ დარწმუნებული შეინარჩუნებათ რუსთავი კეთილგანწყობას ხელისუფლების მიმართ ამ პროცესში. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსთავი 2 არ შეინარჩუნებდა არავითარ შემთხვევაში კეთილგანწყობას, იმიტომ რომ რუსთავი 2 აუცილებლად გადავიდოდა პოზიციაში. ძირითადი კონფლიქტი ფაქტიურად ჩვენსა და ეროსის შორის იყო მაგაზე, რომ უნდა ვაცადოთ თუ არა ის რაღაც ყბადაღებული 100 დღე და დავაცადოთ რომ გონს მოვიდნენ და ასე შემდეგ თუ უნდა დავიწყოთ გადავიდეთ აქტიურ კრიტიკულ პოზიციაში. ჩვენი პოზიცია იყო რომ არანაირი 100 დღე ქვეყანას არ აქვს და სასარგებლოდ უნდა დავიწყოთ ჩვეულებრივად უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ამპლუას. ისიც ახდა რომ არა უნდა ვაცადოთ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში შედეგად მივიღეთ ის რომ ხო, ამას წინ უძღოდა კიდევ შუალედური რგოლი იყო ის რომ გვინდოდა რაღაც განსაზოგადოებრივება, ასე ვთქვათ, რაც ახლა დღეს ვითომ რაღაც კომიკურად ჩაატარეს რუსთავი 2-ში და საბოლოო ჯამში, როდესაც ეს არ გამოვიდა და ეს იყო ხელისუფლების დამსახურება, ძირითადად ისიც რომ არ გამოვიდა ეს ყველაფერი, შესაბამისად მოხდა ის, რომ რუსთავი 2 უბრალოდ წაგვართვეს. ძალიან საინტერესო თემას შევეხეთ სწორედ მაშინ, როცა ჩვენი დრო ფაქტობრივად ამოიწურა, მაგრამ მე იმეც ვიტოვებ, რომ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ ამ უკვე რუსთავი 2 პრინციპში გარკვეულწილად საქართველოს უახლოესი ისტორიის ნაწილი გახდა და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი სხვათა შორის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს მობრძანებისთვის და თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე და საერთოდ რუსთავი 2-თან დაკავშირებით. ჯარჯი აქიმიძე იყო ჩვენი სტუმარი, მაყურებელს შევახსენებ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არგუმენტების დრო დღეს ამით დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით დროებით.